ახალციხელის შიტოკაი კარატე-დო სპორტსმენები საერთაშორისო ფესტივალიდან წარმატებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატი Open Georgia თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ახალციხელი კარატისტები მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ. ფესტივალის შემდეგ მათი შესაძლებლობები ადგილზე საქართველოს შიტოკაი კარატე-დოს ასოციაციის პრეზიდენტმა შეამოწმა. 15-მდე სპორტსმენმა ახალციხიდან და ადგენიდან გამოცდა გაიარა და შესაბამისი დიპლომი მიიღო. ასოციაციის პრეზიდენტის ჯამბულ კოდუას თქმით, აღნიშნული გამოცდა ახალგაზრდებს მომავალი ასპარეზობისთვის ამზადებს. ისინი მონაწილეობას მარტის თვეში ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ. მსგავსი სახის სპორტულ შემოწმებას სპორტსმენები 3 თვეში ერთხელ გადიან და შესაბამის მოწმობებს იღებენ. დღეს ჩააბარეს ბავშვებმა გამოცდები, რაღაც ცოტა შენიშვნები მივეცით, სადაც იყო ხარბეზების და გაასწორებენ და შემდეგისთვის ეს ბავშვები არიან აქ ბავშვები, რომლებიც მარტის თვეში უკვე შავ ხამარზეც გავიდნენ, პირველ დანზე გავიდნენ ისინი ბავშვები. გვასახელეს ჩვენ მოსწავლეებმა, ეს დიდი წარმატება იყო იმით რომ ამ ხელა სპორტის სასახლეში გადიან, იღებენ მონაწილეობას და გარკვეულ დონესაც მიაღწიეს მაქვს მესამე ადგილი ჩამოვიტანეთ, მესამე ადგილი და მაყოფილი ვარ ამ შედეგით.